могу сказать о себе, что я достаточно часто захожу на ваш сайт и просматриваю новинки. И мне всегда доставляет удовольствие, когда хорошо снятые фильмы рассказывают истории людей. Я люблю людей, и мне всегда интересно знать о людях. Мне на самом деле хочется видеть эти фильмы достаточно часто, очень бросается в глаза, когда нет обновлений. Но это наша, скорее всего, я думаю, что вина, что мы пассивны в этом плане, что не создаем, не уделяем должного времени и внимания. Конечно, хотелось бы, чтобы проект длился достаточно долго, чтобы мы имели удовольствие вот это все видеть. Для нашего региона это очень ценно. И не только для нашего региона, а вот для нового поколения или для лиц, которые хотели бы как-то самовыразиться, но у них не было такой возможности. Вот данный проект дает возможность очень большую. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის როგორც გასაჭირს ასევე კარგ მხარეებს და ნიჭიერ მხარეებს გვაცნობთ და თუ კარგი იქნება თუ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და უფრო მეტი ადამიანი ნახავს ამას. ყოველდღურად ხდება ფაქტიურად ესეთი რაღაცები, მაგრამ ამ სახით რო უყურებთ, ანუ უფრო გვაფხიზლებს და უფრო ვაქცევთ ყურადღებას და ამიტომ კარგი იქნება თუ უფრო დიდ საზოგადოებას უჩვენებთ და შეიძლება გამოხმაურებაც მოყვეს. ცალკეული ფილმი არის ძალიან განსხვავებული და საინტერესო. რაც თავი ყურებადია და თან არის როგორ დანახული, იცით, არა ჟურნალისტური ან რეჟისორული თვალით, არამედ რაღაც უბრალო ადამიანის თვალით. ჟურნალისტები რაღაც ერთ წრეზე ვტრიალებთ, რაღაც ერთ პრობლემას ვტრიალებთ და დანარჩენი რაღაც გვავიწყდება და ეხლა შევხედო რომ თურმე გვაჯობეს იმ პატარა ბავშვებმა იმ თემების შერჩევაში, რომელიც შეიძლება ვერც დაინახო. ეხლა ჩვენ ნამდვილად ვერ დაურიგებთ ფულს და ვერ ვეტყვის რომ წადი და იმოგზაურეთ და აი თუნდაც ეს პროექტი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის რომ გაიგონ სხვა რეგიონებზე მიიღონ ინფორმაცია, რაც უფრო ხშირი იქნება მსგავსი რამ, რაც უფრო დიდი იქნება ინფორმაცია იქიდან წამოსული. მე მგონია რომ სიტუაცია გაცილებით უკეთესობისკენ გაცილებით შეიცვლება. ადამიანური ისტორიები არის ყველაზე საუკეთესო საშუალება რომ გამიიღო ინფორმაცია თუნდაც იმ ადამიანზე და იქ არსებულ სიტუაციაზე, რადგან ესენი თვითონ უშუალოდ ის ადამიანები აკეთებენ ამას, ვინც ამ სიტუაციაში ცხოვრობს და ვისაც ყველაზე მეტად ესმის ის სიტუაცია. პროექტი არის ძალიან კარგი, გამომდინარე იქიდან რომ აქცენტს აკეთებს ადამიანებზე, ადამიანურ ისტორიებზე და ერთ ვებგვერდზე შესვლით შეიძლება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ისტორია გაიგო, სოციალური ყოფა გაიგო, ადამიანები გაიცნო და ნახო ვინ არის ის, ვინც არ ჩანს ტელევიზორში.